I get panic. You choose. ჩემგან განსხვავებით დავიდი მარტო ერთხელა ბავშვობაში ნამყოფი არაფერი არ აქვს ნახე. მე უკვე პარიზი ხელის გოლივით ვიცი. ხუმრობ ან ბევრი რაღაცაც მე მაქვს ნახე, მაგრამ მართლა სადაც არ მიცხოვრია ყველაზე მეტჯერ რომ მე მგონი პარიზში ნამყოფი და ეხლა უნდა დავერწმუნო დავიდიც რომ ძალიან კარგი ქალაქია. და დავიდს ისე ძალიან არ უყვარს პარიზი როგორც მე მიყვარს, ასე რომ ეხლა უნდა შევეცადო და ჩემი თვალებით უნდა დავანახო პარიზი ამ ჩამოსვლაზე. დაბუზღუნობს, იმიტომ რომ არ წყავა დაულევია, თან მშიერია. ხო და ჯერ ყავა დავალევინოთ, ვასაუზმოთ და რო გაბედნიერდება, მერე დავიწყებთ პარიზის აღმოჩენას. სულ ზამთარში ვარ ნამყოფი და სიცივეში პარიზში ყველაჯერ. What does your heart say? Triumphbogen. You want to go there? Yeah, it's on the street. It's my favorite place. Oh yeah, then we go there. I mean, I've been there before, but let's reduce some tourist attractions. Well, that's on that street, you said? Champs-Élysées? Yeah. Sure. I'm სასტუმროზე უკვე შეყვანებული ვარ. Sure, that's all right. Yeah, I don't think that we need it for now. Okay. Babe, I'm in love with this hotel already. I'm so happy that we chose this in the end. I was a bit hesitant. არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, იმიტომ რომ სასტუმროები ხო ძალიან მაქეთ ფიშებენ ხოლმე და რამდენიც მეგონა რომ ძალიან კარგ სასტუმროში მოვდიოდი, იმაზე ბევრად უარესი მხვდება ხოლმე ყოველთვის. პირველ ღამეს დავჭით რაღაცა სასტუმროში, ბევრად უფრო ახლოს იმ სადგურთან, სადაც მე ჩამოვედი და but it was better than Oslo, honestly. Dude, no, that's like the real when we lived in a stable. That's like a cool experience. Yeah, this was a trash. ნორვეგიაში რო ვიყავით, ნორვეგიაში ძალიან ლამაზი კაბინა იყო. მაგრამ საპირფარეშო იყო სხვა სახლში და თოვლი იყო 2 მეტრიანი. ამიტომ ღამე რო დაგჭირვებოდა გასვლა ან დილით, მოკლედ საშინელება იყო, იმიტომ რომ თოვლში უნდა გასულიყავი და გელო 9 კილომეტრი. და ეხლა რაც დავჯავშნოთ პირველი ღამისთვის, ეგეთი ცუდი არ იყო, მაგრამ გავრისკეთ, რომ კაი პირველი ღამე ახლოს დავჭეთ, მანდა მე გადმოვიდეთ და ამ სასტუმროზე მაგიტო არ ვიყავი დარწმუნებული მომეწონებოდა თუ არა და ძალიან კარგი სასტუმროა თან. Booking.com-ზე რომ ნახე არის ახალი გახსნილი და ახალი გახსნილი სასტუმროები არის ყოველთვის ძალიან კარგი. ერთხელ სიჯეში რო ვიყავი ბარსელონასთან ახლოს, მაშინ დავჭით მე და ჩემი კოლეგა ერთ სასტუმროში, რომელიც საერთოდ ახალი გახსნილი იყო და რევიუები არ ქონდა. და იყო არაჩვეულებრივი სასტუმრო. ჯერ ძალიან კმაყოფილი ვარ, ოთახი არც გვინახავს თან. ეს ამ ყველაფერს ვამყარებ ლობიზე და რეცეფციონისტი ვინც იყო, მოკლედ ძალიან მომეწონა ეგ ბიჭი. თან ქოლ გამოგცა. We got an umbrella. Oh, that's also a French word. დავიდი მეუბნებოდა რომ შვედურსო და ფრანგულსო იმდენი საერთო სიტყვა აქვს და რა სიტყვებით ჩამომითვალა ქართულშიც იგივე სიტყვებს ვიყენებთ. პორტმანი მაგალითად. What was the other one that you told me that the same? Oh, ტროტუარი. Why are we jaywalking here? It was წერილი თუ სიხარული? სიხარული. რამოთვალზე? ქართულად ცოტა ნელა რა ილაპარაკო არ შეგიძლია. ანუ ვეკითხები Yeah, რა. now you speak very fast. Can you hold this camera? Okay, hold it straight. Okay, I just wanted to do a fit check, you know? You look so French, and ფრანგულად გამოვიყურები როგორც ფრანგი თუ როგორც ტურისტი საფრანგეთში თქვა და No, you look French till you start in Georgian. No? I just tend to speak faster when I'm vlogging. I don't know why. ეხლა ყვავილებს ყიდვას აზრია რა. სხვადასხვა როცა ვიდეოს ვიღებ, ბევრად უფრო სწრაფად ვლაპარაკობ, რატომღაც ვიდრე რეალურად. ესე ვლაპარაკობ ხოლმე ძალიან სწრაფად. I think when I'm excited, that's when Yeah, you're manic. Davidi Hermes, ეძახის Hermes. It's called Hermes. Mr. Kobishvili. Do they know that I changed my name? No, they don't. I'm going to tell them. ყველა მეკითხება ხოლმე რომ ლარსონზე გადახვედი თუ არა ვაქაურავდი და მეთქი უკაცრავად ანუ სამეცნიერო სტატიები მაქვს ჩემს სახელზე გვარს არ შევიცვლით ხო არასდროს ამ დროს არ მithქვამს ის რომ დევიდმა შეიცვალა გვარი ანუ დევიდი ეხა არის DG გოგიშვილი და ჰოლანდიის ადმინისტრაციულ სისტემაში გადმოვიდა ჩემს გვარზე ერთხელ მოგვივიდა წერილი თავიდან დამოვიწყდა ეგ რო გააკეთა და მოგვივიდა წერილი და გავხსენი ეს წერილი ხა ჩემი წერილი რატო გახსენიო და რას ქვია შენი წერილი გავხსენი მეთქი ჩემი სახელია წერია არა ჩემს სახელზე ამასულია და რომ დავაკვირდი ეწერა DG გოგიშვილი ასე რომ ერთადერთი გზა ეხა გასასხვავებლად რაღაცების არის რომ ამას შუა სახელი აქვს მეორე სახელიც აქვს მე არა თავის ასატკიებლად გადმოვიდა ჩემს გვარზე და ეხა ყველანაირ დოკუმენტში
თავი უნდა ვიმტვრიო ყოველ წამს წერილი როცა მოდის. ჩემი ძმაც ხო დათოა და ოჯახში ახლა ყავს ორი დათო გოგიშვილი. ორივე მარინე, ორივე ფერაძე, ორივე გიორგი სასწოლი. ესეთი ამბავი. თქონთ მგონი არ მithქოს. სამშობლებს რო უთხარი ჩემ გვერდზე გადმოვიდა მეთქი, გაუჩერებლად იცინოდნენ მე მგონი და მაინც არ ჯეროდათ და ბოლოს წერილი ვაჩვენე და მერე დაიჯერეს. Say something in Georgian. მაგრამ მოვედით თელს პარიზში ჩემს საყვარელ ადგილას, ეს არის ტრიუმფალური თაღი. არ ვიცი რატო, მაგრამ პატარა რო ვიყავი, ჩემი საყვარელი წიგნი იყო ტრიუმფალური თაღი. და ჩემი ოცნება იყო, რომ პირველად რო ჩამოვედი პარიზში, ტრიუმფალური თაღი მენახა და კალვადოსი გამესინჯა. და გავაკეთე პირველად რო ვიყავი პარიზში. კალვადოსი საშინელი დასალევია, არ ვურჩევა რავის. და როგორი ამინდი გამოგვივიდა არა და დღეს მარტო უნდა ეცვი მზეს არაჩვენებ და საერთოდ და ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავი დღეს რომ მზე გამოვიყვანე ღრუბლებიდან Bigudები. And I didn't take my sunglasses because I thought that it would rain all the time. Yeah, same. Cheers, love. Cheers. Love you. To a champagne place, a wine bar. But this was the closest. All other ones that were recommended were like fucking 60 kilometers away. ეხლა მივდივართ რაღაცა ავთენტურ ღვინის ბარში შამპანიურის გასასინჯად. And where are we now? Tell me about this place. There it is. Private party არისა და ძალიან დიდი ბოდიშია და შამპანიური არ დაგვალევინეს. დაგახარებული ვარ. ეს ერთი. ესეც მეორე. კიდე ერთი 10 ცალის ყიდვა მინდოდა და ბოლოს ჩემი თავი შევაჩერე. ორით უნდა დავკმაყოფილდეთ ჯერჯერობით. ერთადერთი რამე რაც მინდა არის ბანაობა და გამოცვლა და ჩურჩხელა. კი არაფერი. I'm a bit out of baguette energy. Way too big for me. საღამოს მივდივართ ქართულ რესტორანში. მენიუს ვამოწმებდით და ისე შევყევით ამ მენიუს შემოწმებას და ღვინოებს ალაპარაკს, რომ გავცდით ჩვენ გაჩერებას და სადღაც ჩანდევაში მივდივართ. We got too excited for ხინკალი and ხაჭაპური. Yeah. You just have to jump down. So not safe. You can go out when it's moving. No, I do it. Are you impressed? I love the view. Goodness, it's so impressed. Yeah, I'm a very happy wife right now. წინა ვიდეოში მკითხეთ თქვენ რომელ ტურს ელაპარაკობდა. აი ეს მიყვარს ძალიან და შავი მქონდა ადრე და შავი ძალიან მომწონა და ახლა ყავისფერი ვიყიდე და ყავისფერი ძალიან მომწონს. მაინც დავიხვიეთ მაგ დავიწვი და რამდენი წუთი გამიჩერდება ყველამ დავითვალოთ. არც კი დაიხვა წესიერად, ანუ ეს უკვე გასწორდა. Those clouds. Yeah, bro, but we said we're gonna walk next to metros all the way. The moment it starts to rain, we escape. The moment it starts to rain, my hair goes straight again. Really? შქმერული უნდა შევუკეთოს. ემიდა მწვადი. Like all these people that I speak to that want to have a wedding, they say it's the best t-shirt ever had. Yeah, შქმერული is the best. Yeah. ჩემი დახვეული თმა და ეს ღრუბლები ვერ მეგობრობენ. Yeah, me too. Okay, we have to run. მეცე მეწვეთები უკვე გრძნობ. We'll have it off to the left.
Ajika. Probably. Gorgeous. For the first time, I'm faster than you. Yeah. What's that? What's good? I'm already fully set like that. Healthy morning girl with an active lifestyle. I am. No, ginger shots is part of I don't like ginger shots. I don't like ginger. It's not what you like. It's like all for the clout. ორი რაღაცა არ მიყვარს სულ რაც კი არსებობს საჭმელებიდან ჯინჯერი, ჯანჯაფილი ქვია ქართულად და მდოგვი. გრეიპფრუტი არ მიყვარდა ადრე და შევიყვარე გრეიპფრუტი ახლა მომწონს. It's part of the vibe. It's like sets the tone. Are you getting a coffee now? Yes, I am. Or tea maybe. The big ones that are Jasmine's chai. Oh, this is a French word we have switched. We say it in German for floor. Etage. Etage. No, we say sartuli. 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 Oh. We say etage. And now you know 3 words: ara, magram, and sartuli. ეხლა გამოვიბრანჭებით და მიმყავს ჩემს საყვარელ იტალიურ რესტორანში ადრე ჩემი ძველი პარიზის ვიდეოდან თუ გახსოვთ. აი ესე დავждები. Think Mama ძალიან ლამაზი ადგილია. მათ მიმყავს ჯერ და მე მიმყავს პატარა პალასში. მან ჩემო მეგობარმა წამოყანა მე და დედა ჩემი გავიყავით მაშინ და ძალიან მომეწონა და ხოლმე დაკეტილია ეგ პალასი, მუზეუმი. ამიტომ დღეს უნდა მოვასწროთ, თორე ეს სამშაბათს დილით მიდის უკვე. No. ბავშვი პარიზში ჩამოვიყვანე და ჯერ ქართულ რესტორანში წავიყვანე, ახლა იტალიურში მიმყავს ფრანგული საჭმელი არ ვაღირსე. And all he wants is a baguette. Oh, my hair is gonna get straight now. I need an umbrella. Special fruits, special vitamins. დაჯავშნილი გვაქვს ეს რესტორანი 2:30-ზე. ჯერ არის ადრე, ამიტომ შემოვიდეთ ახლა ყავისთვის და კრუასანისთვის. მოვედით. ეს არის რესტორანი. ბოლოს ერთზე. ქვედა სართულზე დაგვსვეს. ადრე მივედით ზემოთა სართულზე ბოლოს ადგილი არ იყო. ასე რომ დევიდი ისე ძალიან არ მოიხილა. პასტაც ისე ძალიან არ მოეწონა. მე შევკვეთა ბურატა და პროშუტო არის იდეალური კომბინაცია. ისეთ ბედნიერი ვარ. შამპანიური ძალიან კაი იყო სხვადასხვა როგორც იქნა გავსვინჯეთ. ამინდის შეუფერებლად მაცვია, კლასიკური იდეა. ვიყინები. და დღეს მთელი დღე წითელი მაქვს ცხვირი და ვერ გავთვლი. Think Mama-ში თუ მოხვალთ, თუ დაჯავშნით, იცოდეთ რომ ცივა და თბილად ჩაიცვით, ანუ რესტორნის შიგნითაც კი ცივა ყოველთვის. 3 წლის წინ ვიყავი პირველად და მაშინაც გავიყინე და დღესაც გავიყინე. ანუ გაყინული ვიყავი და ვერ გავთვლი. ჩაი უნდა შევუკვეთა ახლა და მუზეუმში რომ მივალთ.
გამოიცანით ახლა სად მიმყავს Lululemon-ში მიმყავს რომ ნახო Define ქურთუკები თუ ეკნებათ ჩემი ზომა. რა თქმა უნდა ჩემი Define ქურთუკი არ აქვს. ვაზომ აქვს ყველაზე პატარა. მე მინდა 0. ეს ფერი მინდა და მარტო ეს ხუთი აქვს ამ ფერი და ეს შორტი. You and Lelabu. ამის საყვარელი ბრენდია პარფიუმის. Which one is your favorite? Sardines, brie, or some other one. Nice. Do you vlog the experience? No, I will. Bro, like, where is your alert? 6-ზე სირენამ გაგოღვიძა, რაღაც ცეცხლი წაიკიდა, რაღაცა ტყობა გამოყარეს გარეთ. წავედით სასაუზმოდ. დღეს გადავწყვიტეთ სალაშქროდ წასვლა. იგივე შეცდომა რო არ გამემეორებინა დღეს ჩავიცვით ფენა ისევ და მივყავარ ახლა ამ შატოში. Where we go to the countryside? Countryside. Yeah. სალაშქროდ. ოღონდ მე მგონი ბევრი ტრანსპორტის გამოსვლა გვიწევს და ეხლა მეტროში არ ჩავიდეთო რომ ვისაუზმეთ ისეთ კომაში ჩავარდით ორივე. რა ეხლა 1-2 სადგური უნდა გავიაროთ ფეხით. სანამ მეტროში ჩავალთ, რა ცოტა გამოვხიზლდეთ, არა? ჩაგვეძინება მატარებელში. სანამ მივალთ იქამდე. ამან რაღაცა რევიუები ნახა ინტერნეტში, მე არც მინახავს. არ შევიმოწმები, ამას მივყვები ესე ბრმად. არ ვიცი რამდენად სანდოა ეს რისერჩებში. ესეთი რაღაცა ნახა, რომ რეკომენდაციებში იყო, იქო ბოლომდე არ უნდა მიხვიდეო ტრანსპორტით, ცოტა ადრე უნდა ჩამოხვიდე და მე ფეხით უნდა იარო. ნახევარი საათი მომდის ბილეთის ყიდვას. ბოლოს როგორც იქნა ვიყიდეთ სასწაულებრივად, ხურდებით და გაბუჭებული იყო და მაინც არ მოგვიწია ბილეთით გამოსვლა. შეგვეძლო გამოსულიყავით უბრალოდ პირდაპირ ჩავსულიყავით მეტროში. უცი. This is cool, like this line. Yeah. დევიდი მეხვეწება, აი ოცნებობს ესეთ ბაგეტ სენდვიჩებზე რამდენიმე დღეა უკვე და ვერსად ვერ უშოვეთ. Here they are. Yeah. Do you want to buy one? Look at the queue, it's too long. Come on, it takes 2 minutes. Center of Beauty by Dan. Napoleon, who's actually Italian, he resigned here. In a movie? No, in reality too. Yeah? Yeah. Bring your drone? No. No. There are 3 things we have to check. I can't pronounce it French. Try. Galerie Françoise, where the Renaissance art bloomed. Okay. That's where the Renaissance art was born there. Napoleon throne room, his room, and a horseshoe stairway where Napoleon said goodbye for the last time. That must be that one. It looks like a horseshoe. Yeah, it does. That's where he stood when he said goodbye. Yeah. ესეთ ჭაღებს რო უყურებს, ისინი მეცადებიან, ვინც ამ ჭაღებს წმენდიდა. Queen Oriental.
ისეთი სიმშვიდეა, ჩიტების ჟღურტული ისმის, აყვავებული ხეების სუნია. მარტო ესენი დაწუწუნებენ აქეთ-იქით, სიტყვები არ მყოფნის. უკანა გზაზე გამოვიარეთ დავიდის ბაგეტის საყიდლად. ხომ მოიტოვა რა უკანა გზაზე ვიყიდიო. დაკეტილი და დაგადგილი და ხარი პანიკაში. ბაგეტი ვერ უშავეთ ამის სამდრეა. მოვიდა ჩვენი მატარებელი. დავიდს ვიყიდეთ ბაგეტი. ბაგეტი ვიყიდეთ და ინგრედიენტები. მე კი ვიძახდი არ მშიამეთ. კი მაგრამ ნახევარი ბაგეტი შევუჭამე. დაღლილი დავიდი დავტოვე სახლში. ერთხელ ძლივს ირბინა ჩემთან ერთად. და სულ მეწუწუნებოდა ფეხები ვტკივაო. ეს არის ჩემი dream destination. აქ მინდა წასვლა ძალიან ესპანეთშია. სულ დაჯავშნილია როცა ვნახულობ. Time to go home. Doogie. არის რეალურად ხო ჩამოვედი საელჩოსთვის დღეს მაქვს შეხვედრა. სადღაც მე მგონი 4:30-ზე მაქვს დაჯავშნილი ჩემი დრო. საელჩოს მერე წამოვალ უკან ამ ჩემოდანს ავიღებ და მე გავაშურები სადგურისკენ. გამარჯობა მეგობრებო, გამარჯობა დეას გამოწერებო, მე თაცუკაჩავარ და იმედი მაქვს რომ მალე შემოგიეცდებით YouTube-ზე. აკაუნტი ხო გაქვს? და subscribe-ეთ, რომ ცოტა მეტი мотиваცია გქონდეს. მე რა, იქამდე დაკასაბსკრაიბებე, სანამ დადებ, რომ ცოტა мотиваცია გქონდეს მე. აბა, აქეთ ხო არა. მზე იქიდან ურტყავს, მე მგონი კი. ხო, აქეთ ჯობია.